დიანა მოგესალმებით. მე საერთოდ მაყურებელს რა თქმა უნდა ხა ამ მიზეზის ბოლომდე გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, ცოტა სხვანაირად უნდა მომზადებულიყო ეს გადადგომა, ხო? ჩვენ პირდაპირ ხედავთ რას ახლა, როგორ შეიძლება ეს შეფასდეს. აი სრული უპასუხისმგება, რა დღეშიც დღეს არის ქართული სახელმწიფო, რომელსაც მართავს რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი ადამიანი და არც ერთი მინისტრი არაფერს არ წარმოადგენს, გარდა იმისა, რომ ისინი ყველანი იმ ეგრეთ წოდებული პრემიერის ჩათვლით არიან ერთი ადამიანის მომსახურე პერსონალი და მათ უბრალოდ სხვა დანიშნულება არ აქვთ. აი ამის მორიგი თვალნათელი დადასტურება იყო. ჯერ როგორ შეიძლება ასე თავად ამ ყოფილი მინისტრის მხრიდან ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, ამდენი პრობლემა იყოს შენ სამინისტროში, ამდენი პრეტენზია, ამდენი უსამართლოდ გათავისუფლებული რეჟისორი მსახიობი. ანუ მიზესთან ერთად რაღაცნაირ ანგარიში უნდა ჩაებარებინა საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, დიანა. რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის მიერ შეგროვებული გადასახადებისგან ღებულობდა ხელფას ის ქართველი ხალხის და ნებისმიერი მინისტრი და სახელმწიფო მოხელე ასეა დაქირავებული ჩინოვნიკი. ეხლა გასაგებია რომ ის ხელფასი მისთვის არაფერს არ ნიშნავდა, იმდენად სხვა დიდი შემოსავლები ჰქონდა, მაგრამ და ესეც იყო შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი სხვათა შორის მისი გადადგომის. ის რა ჩანაცვლებაც მოხდა მის პოსტზე. ამაზე შეგიძლიათ თუ არა რაღაც დასკვნისთვის საფუძველი არის. არა თუ დასკვნა, ეს არის ფაქტობრივად პირდაპირი დასტური იმისა, რომ მისი გადადგომის ერთადერთი მიზეზი ეს არის მისი კავშირი, შესაძლო კავშირი კორუფციასთან. იმიტომ რომ ეს ადამიანი მოგახსენებათ რომ იყო შიდა აუდიტის სამსახური, ახლა კულტურაში რა ესაქმება პირველ პირად თორე ისე როგორ არა ხო? ანუ აუდიტორს და თან მისი ყოფილი მის ბიოგრაფიას თუ ნახავთ ამ ადამიანის, ის არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი. ანუ ეს არის მისი მიმართულება. მისი მიმართულება, ანუ ფინანსების კონტროლი, ხო? ფინანსების კონტროლი, აგრეთვე კონტროლი და ეხლა როდესაც კულტურის მინისტრად თუნდაც დროებით ინიშნება პირველ მოადგილედ, მაგრამ მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება ასე ვთქვათ, ბიოგრაფიის და ასეთი პროფესიული გამოცდილების ადამიანი, გასაგებია რომ აქ მთავარი ამბავი არის დაკავშირებული ფინანსებთან, რაზეც არაერთი პრეტენზია არსებობდა თქვენი ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტები არსებობს და არაერთი, ასე ვთქვათ, ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც სხვა ბევრ სამინისტროში, აქაც კულტურის სამინისტროში შესაძლებელია ყოფილიყო არაერთი კორუფციული გარიგება, ხო? შეიძლება თუ არა, მოსალოდნელია თუ არა. ნახეთ, გიორგი, დრო და დრო, მათ შორის თქვენი თანაგუნდელების მხრიდან თითქოს იყო ხოლმე საუბარი, რომ აი პრემიერის გამოცვლის დრო მოვიდა. ახლა რამენაირად შეიძლება ეს კონკრეტული გადაწყვეტილება არა იმდენად, მაგრამ მაინც სიტუაციურად ეს დრო მოვიდა თუ არა, თქვენ როგორ გძნობთ? ეს დრო უკვე დიდი ხანია მოსულია, უბრალოდ აქ მთავარი პრობლემა რა არის? მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს, არაფერი შეიცვლება. ეს არის აქ მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ დღეს ამ ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ სრულიად კლეპტოკრატიულ სისტემაში, რომლის ასე ვთქვათ მთავარი мотивация არის აი ერთი ადამიანის არაფორმალური მმართველის მსახურება და ყველა სხვა დანარჩენი კრიტერიუმი, პროფესიონალიზმი, პატიოსნება და ასე შემდეგ. თუმცა მას დრო და დრო შეუძლია რაღაცნაირად მაგალითად, ეხლა იმდენი ნეგატივი დაგროვდა ისეთი კრიზისი, ზოგის მიერ აღიარებული, ზოგის მიერ დანახული, ზოგის მიერ არაღიარებული, მაგრამ ისეთი ვითარებაა, რომ შეიძლება რაღაცნაირი გადატვირთვისთვის, არ ვიცი, აი წინა სტუმარი ლაპარაკობდა მაგალითად პრემიერის შეცვალონ პატიმრები გამოუშვან, სადმე დავჯდეთ ვილაპარაკოთ, დავსხდეთ ვილაპარაკოთ, აი არა, ეს შეიძლება მე მოყვებით, მაგრამ თქვენ თავადვე მიანიშნებთ, რომ ამას თუ გააკეთებენ უბრალოდ საზოგადოებისთვის თვალის ასახვევად და არა იმ რეალობისთვის, რომ რეალური ცვლილებებისთვის არის ვინმე მზად. აქ ეს არის მთავარი. მე ამის ახსნა მინდა, თორემ რა თქმა უნდა, ყველანაირი საფუძველი არსებობს. რეალური ცვლილება ხელისუფლების შეცვლა არის ალბათ და ამისთვის საუბარ ოცნებას როგორ ექნება. ფასადური ცვლილება, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს, დიანა. ანუ კიდევ უფრო საშიში იყოს იმ გაგებით, რომ ეს იყოს კიდევ ერთი მორიგი რაღაცა ასე ვთქვათ, თვალის ახვევა საზოგადოების, რომ აი ჩვენ კიდე მზად ვართ, აი როგორც ღირსებით მიდიოდნენ ევროპისკენ, ხო, 2 წლის წინ არჩევნების დროს, აი ახლაც რაღაცა ახალი კამპანია წამოიწყო და ხალხი მოატყუა პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს რეჟიმი ხო თავიდან ბოლომდე ტყუილზე დგას.
ტყუილზე და ძალადობაზე, კორუფციაზე და არაკომპეტენტურობაზე. აი ამ 4 ძირითად, ასე ვთქვათ, ფუნდამენტზე თუ შეიძლება ამას ფუნდამენტი ეწოდოს დღასის რეჟიმი და შესაბამისად, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია და შემოდგომისთვის ველით ჩვენს პირადად, აი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პროგნოზით შეიძლება გაკეთდეს, რომ იქნება ძალიან ბევრი ხმაურიანი მათ შორის ცვლილება, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის ის, რომ სერიოზული და რეალური ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე უბრალოდ არაფერი შეიცვლება. რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებად, ვიდრე არჩევნები იქნება და ვიდრე ვთქვათ ხელისუფლების ცვლილების საკითხი დადგება არჩევნებამდე სამწუხაროდ არ მგონია ამის რეალობა არსებობდეს, ამის რეალური პერსპექტივა არსებობდეს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ სახელმწიფო ფაქტობრივად არ გვაქვს რეალურად, აი პირდაპირ ვთქვათ, ხედავთ სიტუაციას, როდესაც ქვეყანა აი ამ ცხოვრობთ რაღაცა ავტოკრატიულ, კლეპტოკრატიულ რეჟიმში, სადაც რეჟიმის მთავარი ინტერესი არის ყველაფრის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება, მათ შორის ეროვნული ინტერესების ხალატის ფასად ძალაუფლების შენარჩუნება, იმიტომ რომ სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ, მაგალითად იმ დანაშაულებრივ დუმილს, რაც ხდება ჩვენს ტერიტორიასთან დაკავშირებით, ისტორიულ ტერიტორიასთან, სამოჩაბლოსთან დაკავშირებით, რომლის ანექსია პირდაპირ გამოცხადებული აქვს ასე ღიად პუტინს და ყოველდღიურად ხედავთ მის გადადგმულ ნაბიჯებს ამ ანექსიისკენ და რეალურად ოცნება ხმას არიღებს. აგერ ერგნეთში ტარდება IPRM-ის შეხვედრები, ის ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის შეხვედრები, პირდაპირ ღიად და საჯაროდ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ კოჩიევი გახლავთ, ესეთი ამბობს, რომ ეს ჩორჩანის საგუშაგო უნდა იყოს აღებული, გატანილი, რაც ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ისინი აცხადებენ პრეტენზიას ამ ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე, რომელიც თავის დროზე გიორგი გახარიამ დაიცვა. რაც ადასტურებს იმას, რომ რა თქმა უნდა ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და შეთითხნილი საქმე და ერთი და იგივე ნარატივით, ერთი და იგივე პრეტენზიით ედავებიან გიორგი გახარიას ქართული მხარეც და ეგრეთ წოდებული ოსური მხარეც და ფაქტობრივად აი ისტორიული ღალატის პროცესთან გვაქვს საქმე და ამ დროს თითქოს პატრიოტიზმის ეგიდით, ასე ვთქვათ, ეროვნული ინტერესების და ღირსების და სიწმინდეების დაცვის ეგიდით იქ რაღაცა გარკვეული გაუგებარი დაჯგუფებები, უკვე კომიკურათაც ქცეული დაჯგუფებები გვევლინებია, რომლებმაც თურმე თავად უნდა გადაწყვიტონ, რა არის ღირსება და რა არ არის ღირსება. ან კანონმა კი არ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის დამნაშავე და ვის რისი უფლება აქვს, არამედ არ ვიცი, ვიღაცები უნდა გამოვიდნენ და რაღაცა დაუწერელი კანონებით უნდა იმსჯელონ და რაღაცა საზოგადოებრივი წესრიგი დაამყარონ. კი ბატონო, ამ ჯგუფის შექმნაზე საუბრობთ ეროვნული ხო, რა თქმა უნდა, ამაზე საუბრობ, რომელიც ეხა იმ ვითარებაში რისთვის გააკეთეს, როგორ ფიქრობთ? ნახეთ, ამ ჯგუფის შექმნას წინ უსწრებდა ასევე მათი მხრიდან ადმინისტრაციულ კოდექსში ჩამატებული ნორმა, რომელიც სახელმწიფო თანამდებობის პირებზე და ასე ვთქვათ, მასთან გათანაბრებულ პირებზე შეურაცხყოფისთვის დასჯადობას ითვალისწინებს. იქ ხულიგნობა და ეს მუხლი აურიეს ერთმანეთში 166 და 173-ეს მე-16 პრიმა და ჯარიმების ახალი სერია, პატიმრობების სერია, მათ შორის ვახოსანაია, გიორგი ახობაძე. აი ამ ტალღას მიხვა სწორედ იუმორისტის ცემა, შემდეგ აი ამ ჯგუფის შექმნა, აი ეს ტალღა როგორ შეიძლება დახასიათდეს და ახლა ამ ვითარებიდან გამოსავლის გზებს ეძებდეს უნდა თუ არა ყველა, ანუ თქვენ როგორ ხედავთ ამ გამოსვლის გზებს? ხო, რა თქმა უნდა, ეს რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის, აი როგორ გითხრათ, არსებობს რამდენიმე პრინციპი, მოგება, როდესაც ყველა მოგებულია, მიუხედავად იმისა, ვინ ამ მხარეს წარმოადგენს. როდესაც არსებობს პრინციპი მოგება-წაგება, როდესაც ერთი მხარე ყველაფერს აკეთებს იმის, რომ მოიგოს და მეორე მხარე დამარცხოს, მაგრამ არსებობს ასევე პრინციპი წაგება. და ის, რასაც ოცნება აკეთებს, ეს არის აი ეს თამაში, რომ ყველა უნდა დარჩეს წაგებული, გარდა ერთი ადამიანისა და ერთი ვიწრო ჯგუფისა და ეს ძალიან საშიში თამაშია. თავად ის რას იგებს? აი იგებს იმას, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და გონია, რომ ეს სულ ასე იქნება, მაგრამ ქვეყნისთვის ახლა თქვენ საუბრობდით ხომ გამოსავალზე, ქვეყნისთვის ეს ძალიან საშიში თამაშია. ისეთ გრძნობებს შეეხნენ უკვე აი თუნდაც აი ამ დაჯგუფებით, ახლა ჩვენ ხო ტრამვირებული, ჩვენ ყველანი მეც თქვენს მოვესწარით იმ 90-იან ყველაფერი მძიმეს მოვასწარით ამ ქვეყანაში და ის სულ განგრძობადია სხვათა შორის. ტრაგედია და ეს ზიანი, ეს ფსიქოლოგიური ტრავმა ჯერ არ გვაქვს გადატანილი ქართულ ხალხს, აი მახსოვრება, ტრამვირებული ხალხი ვართ.
და ყველაზე მძიმე ტრავმა სწორედ ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება და შენ ხელისუფლება გერქვა, აკონტროლებდე უკლებლივ ყველა შტოს ხელისუფლების, რაც კი არსებობს, ყველაფერი შენ ხელში იყოს. ხელისუფლება, საკანონმდებლო აღმასრულებელი სასამართლო, ყველაფერი. და მიუხედავად მაგისა, მაინც ნაცვლად იმისა, რომ პროგრესზე იყო ორიენტირებული, საქმის კეთებაზე იყო ორიენტირებული, ხალხის ერთიანობაზე იყო ორიენტირებული, რაღაც ხედვა ქონდეს და აქეთკენ მიდიოდი და მიყავდეს შენი ხალხი და ქვეყანა, ამის ნაცვლად ისევ დაპირისპირება, ისევ შუღლი, ისევ ადამიანების ერთმანეთთან გადაკიდება და აი ესეთი საშიში დაპირისპირების და რადიკალიზაციის გამწვავების ელემენტები. გამოსავალს ხედავთ სადმე? რაზე უნდა იყოს ახლა კონცენტრირებული პოლიტიკური ჯგუფები, პოლიტიკური ლიდერები, რის ირგვლივ თქვენი აზრით? აი, ვახსენებ არა იმიტომ რომ ეს ვთქვათ რაღაცა ვიქტორ ყიფიანის რაღაც ინიციატივის ხსენება მომიხდა, იმიტომ რომ რაღაც ბოლო პერიოდში თითქოს რამე ხელშესახები გამოჩნდა, თუმცა დღეს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გამაოგნებელია ივანიშვილის მიერ გამოგორებული მისი სრულიად უშინაარსო ადვოკატის ვინმე ყიფიანის მატარებელში ჩაბმას ცდილობენ ის ოპოზიციონერები, ვინც ადრე გილაურებს ჩაება აქაო და აქაც ფულიაო, ხალხმა ვერაფერი ისწავლა, აწი ალბათ ვეღარაფერს ისწავლის, ხან ერთი სუბიექტის, ხან მეორე სუბიექტის გავლით ლამობენ, მიუერთდნენ ივანიშვილის ფულს. მოკლედ ეს იდეა აქვს მას, რომ ვთქვათ, არჩევნებთან დაკავშირებით, მოკლედ რაღაც იყოთ ჩამოყალიბებული ოპოზიციური ნაწილი საზოგადოების, რომ შემდეგ ამ პოზიციიდან რაღაც ერთიანი პროექტით ასევე ელაპარაკოთ ხელისუფლებას და სააკაშვილის ეს გამოხმაურება წამოეწია ამ ინიციატივას. სააკაშვილს ის ამ გამოხმაურებაზე სხვათა შორის მე აქამდეც მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან მიკურს და ალბათ თქვენს გიჩნდებათ ეს კითხვები, როგორ ახერხებს სააკაშვილი, რომ მისი სასამართლო, ასე ვთქვათ, დახურული, რაც რა თქმა უნდა, სრულიად უაზრო და ესეთი გაუმართლებელი ინიციატივა ოცნების პირობებში, მაგრამ თუ სხვა პატიმრების ვიდეო გამოსვლები არ გამოდის სასამართლოს ხტომებიდან, როგორ ხდება და როგორ ხერხდება, რომ სააკაშვილის გამოსვლები ესეთი ერთი და იგივე სხვათა შორის კადრიდან გადაღებული, რაკურსით გადაღებული ყოველთვის საჯაროა. ეს სხვათა შორის მისი ადვოკატის არ მგონია, ხო და თუ ეს ასე, მაშინ სხვა ადვოკატები რატო ვერ ახერხებენ ამას? ნუ ეს ერთი კითხვა, რომელიც ვრცელი თემაა და ამაზე საუბრის დრო არ გვექნება დღეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ კითხვის დასმა ნამდვილად მინდოდა. ეს ერთი რაც შეეხება ხო ვიქტორ ყიფიანის პარტიის ახლად შექმნილი, ხო ახლად დაფუძნებული პარტიის ამ ინიციატივას. მე იმასაც ვერ ხვდები საერთოდ რამდენად შეიძლება ამას ინიციატივა ეწოდოს, იმიტომ რომ მე მგონი მე არ მეგულება არც ერთი ოპოზიციური პარტია საქართველოში, რომელიც არ თანხმდება იმაზე, რომ რა თქმა უნდა არჩევნები უნდა ტარდებოდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. და აი ხო ვისთვის მოგეხსენება თქვენ რომ ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს საერთოდ არანაირი სიახლე არ არის და პირველივე დღიდან იმას ვამბობთ რომ რა თქმა უნდა იყოს სამართლიანი არჩევნები და რა თქმა უნდა მხოლოდ არჩევნებით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, მაგრამ მეორე არის შენი სურვილი და მეორეა ის რეალობა. ეხლა დღეს არ ვიცი, ეხლა ერთი თვის შექმნილ პარტიას თუ დაუჯდება ოცნება იმაზე სასაუბროდ და იმ პოლიტიკურ ნებას დააფიქსირებს რომ მართლაც დაიხიოს უკან და დათმოს რაღაცები, ნუ არ ვიცი, მაშინ გამოდის რომ სააკაშვილი მართლაც ამბობს რასაც ამბობს, ხო? ამიტომ მოდი ამაზე კი არა, ეს რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ჩვენი, როგორ გითხრათ, დიანა, მუდმივი ყოველდღიური მუშაობის ამბავია. ამას არ ჭირდება რაღაც ცალკე ორგანიზება, რომ მე კიდე მორიგი იმედგაცრუება მივიღოთ, რომ ხალხს ეგონოს, რომ აი კიდე აი ამ საკითხის გარშემო მაინც გაერთიანდნენ და იქნება აქედან მაინც რაღაც გამოვიდეს და დიდი ბოდიში, მაგრამ ოცნება რამე ეთყობა, რომ უკან დაიხევს. ხო, მაგრამ რომ იყოთ ჩამოყალიბებული რაღაც კონკრეტულ გავიგეის ალიანსს აქვს თავისი 6 პუნქტი, მაგრამ 6-ის და 27-ის გარეშე რაღაც რაიმე საკვანძო რამდენიმე თემაზე რომ იყოთ ეს თქვა ჩამოყალიბებული, რომ თუ რაიმე მოლაპარაკების შანსი გაჩნდა იყოს ყოველგვარი ალიანსების გარეშე, ეს თქვა ოპოზიციური სპექტრი, რაღაც კონკრეტული გზამკვლევი. მაგრამ ამის წინააღმდეგი, ხო? ანუ ამის შანსი. მაგრამ ამას ხომ ლაპარაკი უნდა შეთანხმება. ჩვენ თუ გეკითხებით, ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ 2024 წლის არჩევნების მეორე დღიდან ამაზე ვლაპარაკობთ. და იცით თქვენის ჩვენი გეგმა ხარ 6 პუნქტიანი ახსენეთ და თუ არ ვცდები ჩვენი გეგმაც სწორედაც რომ 6 პუნქტიანი იყო ჯერ კიდევ მაშინ და კონკრეტული პუნქტები იყო ეს მოთხოვნაც დღემდე ძალაშია. კი ბატონო, ეხლა ცნობილი ხდება რომ 8 საათზე პრემიერს ექნება ბრიფინგი, როგორც ჩანს, შეიძლება ეს ახალ მინისტრს უკავშირდებოდეს ან ცვლილებას მთავრობაში ან
დიდი ალბათობით ან რა ვიცით. ასეც იქნება, მაგრამ პრემიერს ურჩევდი, რომ პირველ რიგში ქვეყანა რო ორჯერ დაბნელდა და ჩაბნელდა მთელი ქვეყანა ისე, რომ ამაზე არავის არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. აი ამაზე გასცეს პასუხი. ხომ, აი 17 წლის მოზარდი რასაც შეეწირა, იმ სრულიად დაუსჯელობას და განუკითხაობას, რაც ხდება, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანის ხელში, როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო 3 თუ 4 ცეცხლსროლი იარაღი თან გაფორმებული, ამაზე გაქვს ეს პასუხი. როგორ ხდება ის, რომ ყულევის ტერმინალი უკვე ევროკავშირის მიერ არის დასანქცირებული, რაც ძალიან დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საფრთხეებს უქმნის ჩვენ ქვეყანას, ამაზე გაქვს ეს პასუხი და კიდევ იმაზე, რაზეც საუბრობდი, რას აპირებს ოკუპაციასთან დაკავშირებით და რატომ არ იღებს ხმას საქართველოს ისე როგორც საჭიროა. ასე რომ ამაზე ეს არის და რატომ ხდება კიდევ ის ზალადობა, რაც ხდება. აი ამ კითხვებზე გასცეს პასუხი, აი ეს უფრო აინტერესებს დღეს საზოგადოებას, ვიდრე ხო ვინ იქნება კულტურის ახალი მინისტრი. ბოლო რამეს ვიტყვით, ერთი წინადადება დამჭირდება. ნახეთ, ანუ მთავარი რა შემთხვევაში მოდი დავსვათ კითხვა, რა შემთხვევაში დაიხევს ოცნება უკან, იმიტომ რომ თავხდებით რომ ოცნება რო პირობებზე წამოიყვანო, უკან უნდა დაახევინო, ხო? გავიხსენოთ ისევ და ისევ აგერ ახლახან მოხდარი უნგრეთის მაგალითი. როგორ შეძლო მაგიარმა ორბანის ავტოკრატიულ პირობებში მოსახლეობის უმრავლესობის გაერთიანება ამ ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ და ეს გვჭირდება ჩვენს ოცნების ელექტორალური დასუსტება, ელექტორალური ღვევა გვჭირდება და ამისთვის საჭიროა ხალხს დავანახოთ სიმართლე. სინამდვილეში ვინ არის პატრიოტი, ვინ არის ქართული ღირსების დამცველი, ვინ არის ასე ვთქვათ პროფესიონალი, პატიოსანი და ვინ ამის საწინააღმდეგო, ეს უნდა დავანახოთ ქართულ ხალხს. ანუ უნდა გადავტეხოთ ოცნების პროპაგანდა და მხოლოდ მაშინ დაიწყებს ხალხი მიხვედრას, რომ არც ერთ შემთხვევაში აღარ შეიძლება ოცნებისთვის და ხმის მიცემა და ასე დროს დაიწყებს ოცნება უკან დახევას და მათ შორის სამართლიანი არჩევნების პრინციპებზე დათანხმება. მადლობა. დავემშვიდობები გიორგი შარაშიძეს და თორნიკე ართმელაძეს ველოდებით სტუდიაში ის კოალიცია ლელო